მოვიდა ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცვით წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება წლევანდელი ევროვიზია წარიმართა ტრანსვესტიტების და ტატიშვილების დომინირებით. კონკურსი მოიგო ტრანსვესტიტმა ავსტრიელმა კონჩიტამ, საღამო მიყავდა ჩემ ძმას ლადო ტატიშვილს და თბილისიდან ქულების გამოცხადებაზე ჩაერთო ასევე ჩემი ნათესავი ნოდიკო ტატიშვილი და სად ვიყავით ამ დროს მე და ვახო ტატიშვილი? სად ვიყავით? მოგვტეხეს და მარტო მე და ვახო კი არ მოგვტეხეს. კესო-ბესოც მოტეხეს ამ დამპლებმა. ათი მაისი საქართველოში იყო ევროპის დღე, აღინიშნა ევროპის დღე. მეც აღვნიშნე სხვათა შორის გულში ევროპის დღე. ვფიქრობდი როგორ აღვნიშნო მეთქი ევროპის დღე თქო, არ ვიცოდი და მე გამახსენდა რომ ევროპაში ოჯახები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ანუ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობს, მშობლები ცალკე ცხოვრობს და მივედი სახლში და კინწისკვრით გავაგდე სიდედრი. აი ასე აღვნიშნე ევროპის დღე. და დღეიდან მეგობრებო, მეც ევროპელი ვარ, მომილოცეთ სიდედრი ქუჩაში გავაგდე. დიდი მადლობა. ესე იგი, ტელეკომპანია BBC-მ ჩვენი მესტიის, სვანეთის მესტიის აეროპორტი შეიყვანა სოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტთა რიცხვში. დაურეკე, ჩემი ძმაკაცი ყავს ერთი სვანი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად ვართ გაზრდილები და გილოცავ მეთქი. გილოცავ მესტიის აეროპორტი 10 საუკეთესო აეროპორტში შევიდა სოფლიოშიო და რა არისო იციო მითხრა, ეგ აეროპორტიო ესე სწრაფად და უხარისხოთ აშენდაო, თორე 10-ში კი არაო, 100 აეროპორტში მაინც მოხვდებოდაო. მოგლეთ, კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთად სადილობენ რესტორანში. მე ვიცი რა ხდებოდა ამ სადილის დროს, თან სადილობდნენ, თან კამათობდნენ. პრეზიდენტი ამბობდა, რომ მე ვარ ქვეყნის პირველი პირიო, პრემიერი ეუბნებოდა, რომ ჩაიხედე კონსტიტუციაშიო, აღარ აქვს იმდენი უფლებაო, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს იმდენი უფლება და შესაბამისად მე ვარო პირველი პირი ქვეყნის და ყველა საბუთს მნიშვნელოვანს ხელი მე უნდა მოვაწერო, ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი მე უნდა მივიღო და მე უნდა შევხვდეო, რას ლაპარაკობო, ამაზე ამბობდა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი ქვეყნის. რა სისულელეს ლაპარაკობო? მე კონსტიტუცია შენზე კარგად ვიციო, მაგრამ მაინც მე ვარ, ვინ არისო ქვეყნის მთავარსარდალიო? მე ვარო და სიმბოლურადაც ხო მე ვარო ქვეყნის პირველი პირიო, მე რო ვეტო დავადო რაღაცასო იმას ხო ვერაზოს ვეღარ გააკეთებთო. ამიტომ მე ვარ როგორ გეკადრებაო? ეხლა შენ ამბობ დიდ ტყუილსო პრემიერ-მინისტრი ეუბნება. მე ვარო ქვეყნის ვისაც გინდა კითხეო, პარლამენტს კითხე, სასამართლოს კითხე, კონსტიტუციურ სასამართლოს კითხე, ვისაც გინდა კითხე. მე ვარ პირველი პირიო. არა ამ დროს მიმტანმა მიიტანა ანგარიში. და ანგარიში გადაცა ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მე ვარ პირველი პირი ეუბნება ამ დროს ღარიბაშვილს. დიახაც მე ვარ ქვეყნის პირველი პირი. გადაშალა ასე და რა ცვლილებებიაო კონსტიტუციაშიო? რას მეუბნებოდიო? რა შეიზღუდაო? ხო და შენ ხარო? ხო, პრემიერ-მინისტრიო? ხო, უნდა მოვაწერო ხელიო და აჰა გადაიხადეო. კი ბატონო. გამოართვა ღარიბაშვილმა, გადაშალა მოიცაო ქვეყნის მთავარსარდალი და სიმბოლური ხელმძღვანელი ვინ არისო? ერთი ძალიან მაინტერესებსო. მეო, ხო და შენ გადაიხადე. არა შენ გადაიხადე. იქვე დგას ეს მიმტანი და ნუ ნერვიულობთ ბატონებო, თქვენი უკვე გადახთილია ვიღაც მოქალაქემ გადაიხადაო.
წინა საარჩევნოდ ძალიან სასაცილო რამ მოხდა ერთ-ერთ გადაცემაში და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვნახოთ. გთხოვთ. ალბათ ვასწრაფ. გილოცავთ პირველ რიგში იმას, რომ თქვენ გაქვთ ნომერი და უკვე ამორჩევა შეიძლება შემოხაზოს. ელი ცხოვრება ხუთიანებზე ვსწავლობდი, ხუძღებულობდი ყველგან და ეხლა 4 მომეკუთვნა და ძალიან კარგია 4 და არა 5. 4 თუ 20? 20. მე ვერ გამოვთქვი 20. 20? 5 გამრავლებული 4-ზე, ანუ 20 საბა. გადასარევი 4-5-ია. ალბათ ვასწრაფ. მე გავარკვიე სპეციალურად და გეტყვით რომ ეს ნომერი არის 4. დიახ 4-ია. და თუ ეს არ არის 4 და არის 20 ან 28 ან 78, მობძანდეს ჩემთან სტუმრად თავად შალვა ნათელაშვილი და ამ თემაზე დავუთმობდროს და 25 წუთი ვისაუბროთ. დიდი სიამოვნებაა. მეგობრებო, წყალტუბოში ორმა ჯგუფმა ვერ გაარკვია ვინ უფრო ქართული ოცნებაა. დაახოცეს ერთმანეთი, ვნახოთ. ოღონდ ნაცისტები არაკაცები, არანორმალურები არ უნდა იყოს ას პარტიულ სიაში, ას მაჟორიტარულ სიაში, არავინ არ უნდა იყოს. უნდა იყოს ძიმე და სულთა ნორმალური ადამიანები. ის მდგომარეობაში ხო შეიძლება რომ მოსულიყავ დაგეწყინოს. არა, თვალი. თვალი კენას, ამი სტოგრა. ერთხელ კიდე, მეგობრებო, ერთხელ კიდე რა არისო ესო, რას ამბობს ეს ბატონი? გაუშვათ კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ. გაიგეთ? ეს არის პროკლამაციაო. ის კაცი ყვირის. პროკლამაცია ეს, რა თქმა უნდა, გენაცვალე. როდესაც გინდა ხელისუფლებაში და მთავრობაში მოსვლა, უნდა მზად იყო ასეთი პროკლამაციებისთვის. და მზად უნდა იყო რომ პროკლამაციას მოგიწყობენ აი ასეთი მომზადებული პოლიტიკოსები რომ მოვლენ ხელისუფლებაში აი მაშინ ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ თანამედროვე ევროპული ტიპის დემოგრაფიულ საქართველოს არა შერეცალა დემოგრაფიული არა თანამედროვე ტიპის დეკორაციულ საქართველოს დეკორაციულ საქართველოს სადაც არავინ არავის აღარ მოუწყობს პროკლამაციას. ახლა სანამ მაგდა აიშავასაძე ფიქრობს, რამ გამოაშტერა ეს ბიჭიო, რა დემოგრაფიული, რა დეკორატიულიო, გაუმარჯოს ევროპულ დემონსტრაციულ საქართველოსო. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკაა მოახლოვდა არჩევნები და გვიკადრა. და თუ გაიმარჯვა ეს აქ-ფეხის მომდგმელი აღარ არის. რუბრიკის სტუმარია თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი ნიკა მელია, გთხოვთ. გამარჯობა. არ გჯერა რომ მოვა, ხო? ხო, მისმენდით? ხო, რა ვიცი. მოხვალ რო გაიმარჯო? აუცილებლად მოვა. აუცილებლად. გრაფიკზე შეგვიძლია დღესო შევთხოვოთ. დღესო შევთანხმდეთ. ანუ დებ პირობას. პირობას დებ. რო ვერ გაიმარჯო? რო ვერ გავიმარჯო? 4 წლის მერე მოხვალ? ეხა 3 წლით არის. 3 წლით ირჩევა. ახლა როგორი გავუთვით ცნობიერებელი ვარ, რას მიკეთებთ? არა, 4 წელი იყო სულ და ეხა შეცვალე 3 წლით ირჩევა. ხო, მე არა ვარ ამ სკაფის ეს დაახლოებით 4 და 20 ნომერი 4 და 20 სამოვარია. კი ბატონო, 4 20? კარგი. რაღაც მოსმენებთან დაკავშირებით მინდა კითხო. სატელეფონო? ხო, ზოგადად ეს ფარული მოსმენები როა. აი ხა როგორ გონია? მე და შენ ახლა რო საუბრობთ, ვინ მეგვისმენს? ისე არ არის გამორიცხული, ისეთ უცნაურ ამბებს ვაკვირდებით ჩვენ, რომ აქაც კი იყოს დამონტაჟებული რეალურად მოსწონი აპარატურა, აღარ არის საჭიროება, ხო რო იყოს. კარგი. ახლა მე მაქვს ერთი შეკითხვა. მე ვარ ნიკა დამამთავრებინი არ გამაწყვეტინო. მე ვარ ყოვლად გათახსირებული და უნამუსო პიროვნება. პიროვნებაც არა ვარ, მე ვარ სუბიექტი და გადმონაშთი. ასევე. ხო. ამიტომ როგორც ზემოთხსენებულ გადმონაშთს,
არ მაინტერესებს საქართველოს ბედი და მაინტერესებს თქვენ რომ მერი გახდეთ, პირადად ჩემთვის რა ხეირი იქნება. თქვენ რომ მე რომ მერი გავხდე, როცა გავხდები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენაერი რავძანეთ გათახსირებული ადამიანი, ხო? გათახსირებული, უნამუსო, გადმონაშთი, გათახსირებული ადამიანი იქნება ძალიან ბევრი თბილისში. იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ არც გათახსირებული ხართ, არც უნამუსო და არც გადმონაშთი. აი, იქნება ბევრი და სულ ჩემ თავი რა უნდა იქნება ამ ბევრმა გათახსირებულმა ადამიანმა ერთმანეთი კარგად გაიცნოს. ესე იგი წერილები ამას. გაიგო მოსახლეობამ, რომ ნიკა მელია იქნება სტუმრადო. აი ესეთი წერილია მოსული, რომ ბატონო ნიკა, თქვენ იყავით ძველი თბილისის გამგებელი. დიახ. დღეს 6 საათამდე ვარ. დღეს 6 საათამდე. ოკეი. ძველი თბილისის გამგებელი, ანუ ჯერჯერობით ხართ, ანუ მაინც იყავით, იმიტომ რომ აწი ვეღარ მოასწრებთ მაგ სტატუსით ვერაფრის გაკეთებას. იყავით ძველი თბილისის გამგებელი, სოლოლაკი ძველ თბილისში შედის და რას პირდებით სოლოლაკის მოსახლეობას და პირადად მე პატივისცემით ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი როგორც სოლოლაკელიც წერს ეხლა, იმიტომ რომ მოგხსენებათ რომ სოლოლაკში ცხოვრობს. სოლოლაკელებს პირდები იმას რომ ცხოვრება და ის პრობლემები სოციალური ინფრასტრუქტურული მოკლედ გაუმჯობესება ეს და ის მათი კოორდინაცია, მაგრამ განსაკუთრებით ასევე მინდა სოლოლაკელებს და მოქალაქეს დავპირდე რომ წლებია უკვე ცხოვრობს ჩვენობაში სოლოლაკში და დრო არის მე მგონი როდესაც უნდა უკვე გავაცნო ერთმანეთი. ასე სოლოლაკელები უნდა გავაცნო გასაგებია. მოქალაქის. გასაგებია. კიდევ ჩვენ სოლოლაკელებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს. ღამე ზვიგენის დგაფუნი. დავამთავრებ. პინგვინის ხრინვა და შრიალი. აგძელებს მოქალაქე. იცით რის ის შრიალი? ბიძინა ძილის წინ თურმე ფულს ითვლის და იმის შრიალი. ამათ რას უპასუხებთ? და აი ამ ჩამონათვალს იმედია რომ აღარ დაემატება ერთი დამატებითი პუნქტი რომ აი გვაწუხებს მელიას რა მეც როგორც ახლა მელია რა შვება ხო? მელია რა შვება ისე. ყმუის მგელი. სისი. ყმუის მგელი. მელია სისი არა სისინი ცუდი ცხოველია ნიკა ეხა ვერ შეგადარებ იმ ცხოველს. მელია. თუმცა რას ვიზამ და აი როდესაც გავაცნობთ მართლაც ჩემი გულწრფელი სურვილია რომ უნდა გავაცნოთ უბანი მოქალაქეს და ანუ მელია და ისურვე ბავშვებს ეხლა გავრცელებულია უბანში წარმოიდგინეთ რომ იციან რომ იქ არის ვიგენი იქ არის ზებრა და ყოველს აქვს ეს რაღაცა უდიდესი სურვილი რომ იქ მოხვდნენ. კარგი და მიიყვან. კი, აუცილებლად. ძალიან კარგი. ესე იგი მე რჩევა მაქვს. რომ იცი რა არის, რომ უფრო კომფორტული რო გახდეს ტრანსპორტით მგზავრობა, კონტროლერებს უნდა დაუვიგოთ იარაღი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბევრი ვართ აქ ვინც ტრანსპორტით გზავ, აი ბურთის მაგალითად ავტობუსით მოაქვს ხოლმე დრამი და 5 კაცის ასიხთის. მაგ და არაფერს იხთის. ის საერთოდ ფეხით მოდის. წვერიანი ბიჭი. ხო. ეთი თვეც და არ მოუწევ. ხო და არის თქმა მინდა. იარაღი დაურიგოთ, მაგრამ კონტროლერთან სულ ის არის ხოლმე გაწი გამოწი და რო ეცოდინებათ რომ კონტროლერს იარაღი აქვს, კონტროლერი წყნარად იქნება, მგზავრიც, ძღოლიც და სულ ყველა. არ მეთანხმებით ამაში? ამას შეიძლება საპირისპირო გამოიწვიოს, იმიტომ რომ კონტროლერთან მეორე დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ისეთი მგზავრიავა, ვისაც იგივე იარაღი ექნება, ამიტომ მაგალითად ნიკო. დარწმუნებული, არა ეს არ არის, გამოსავალი არის იმაში, რასაც ვაპირებთ და ცოტა ხანში გავაკეთეთ. ჩემი ესე იგი ჩემი რჩევა, მეორე რჩევა მაგრამ მაინც გაამართლოს რა. ბენზინი რო გავაიაფოთ. 25 თეთრით ჩვენიერი გადაწყვეტილებაა, ხალხიც კმაყოფილი იქნება და ის 75 თეთრიც არ არის ცოტა, რომელიც ისევ მიშას ჯიბეში წავა.
25 რატომ მახსოვდა? 20 გახსოვდა? ეს შენის 4 და 20 ხوار დაგემართა. 25 თეთრით. გაიებდით რომ რაღაცა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რაღაცა უნდა შევასრულოთ და დარწმუნებული ვარ რომ ეს აუცილებლად გაკეთდება. მოკლედ, კონტროლიორის იდეა არ მომწონს. არ მოგწონს. იმიტომ რომ არ წავა. აი ეს 25 თეთრი აუცილებლად უნდა ძალაში დავტოვოთ. აჰა. დარჩენილ 75 თეთრზე არაფერს. ისი წარმოეწა. ნელა შეუთხელებთ ჯიბეს იმას. წინა გადაცემაში მიშას შეუთხელებთ ჯიბეს. კი, გასულ დროა რომ მოიჭიროს ცოტა კამარი რა. წინა გადაცემაში მე წარვადგინე მერად, ჩვენ ვართ საინიციატივო ჯგუფი, ბენდი არის ჯგუფი, მე ვარ საინიციატივო. წინა გადაცემაში ჩვენ წარვადგინეთ მერად ბატონი გია სურამელაშვილი. რა შანსები გაქვს რომ სურამელაშვილს მოუგო? რითი გადაფარავ ჩემ გიას? გია ძალიან დიდი ყავდა, ხარდაჭერთა, ასე თქვა ფან-კლუბი და შერჩა ისინი. კი, რა თქმა უნდა და თან იცი რა კარგი საარჩევნო სლოგანი აქვს, წინა საარჩევნო. გაპატიებთ შეცდომებსაც გაპატიებთ. ყარი იქ რომ ავაშენოთ თბილისი, რაღაცა დავავაშენოთ ეს. მოუაროთ ხო? თან უკვე დიდი ხნის გაპატიებთ, შეცდომებსაც გაპატიებთ. და მე ფრჩხილებში გულში წენას დავივიწყებ, იცოდე, აი ეს. არც ერთ კანდიდატს არ აქვს. ასე სლოგანში გჯობნის უკვე. კი. ისე ერთ-ერთი ამბობს, რომ ერთ-ერთი კონკურენტი თქვენი და მერობის კანდიდატი და სერიოზული კანდიდატი, რომელსაც დიდი შანსი აქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვების, ისევე როგორც თქვენ, ამბობს ასეთ რამეს, რომ მილიონი ხე უნდა დავრგაო. და მე მაინტერესებს, ამ მილიონ დარგულში, რამდენი იქნება მართლა დარგული და რამდენი ნაციონალების ჩანერგილი? პრაქტიკით ვიმსჯელებთ, პრაქტიკა რაც ხატყობს. რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა იქნება ჩანერგილი. უმრავლესობა ჩანერგილი იქნება ნამდვილად. ანუ ხვედრითი წილი ქართული ოცნების ენერგიების თვალსაზრისით ძალიან ცოტა. აჰა, გასაგებია. ესე საერთოდ მართლა აი ხეებთან დაკავშირებით რაც მართლა მიკვირს, იმიტომ რომ ხა მილიონი ხე ხა წარმოგიდგენიათ ხა რომ დაირგოს თბილისში პრაქტიკულად ძალიან ბევრია. რეალურად თაღაერი იქნება დღე გაშენდება წარმოვიდგინეთ და აი ამ დღეში მე გაშენებულ დღეში რეალურად ამორჩეულ უნდა გადაწყვიტოს ეხლა მელია უფრო იქნება კონკრეტულად და კაი მენეჯერი თუ ნორმალია არა მართლა არა ეს მე ვფიქრობ ჩემს საქმეს აკეთებს რა იმიტომ რომ ეხლა მელია დღეში უფრო ანუ მე რისი თქვა მინდა იცი რომ ნიკა რომც ვერ გაიმარჯვო მაინც მოგებული ხარ ხო დღე გექნება და ინტერესი არა გამარჯვე იმიტომ რომ ეხლა დღე უნდა ვაქციოთ ხო პრაქტიკულად და ამ დღეს მელია უკეთესად მოუვლის მე ამორიცხული არა ეს მომეწონა. მოკლედ, სხვადასხვა მე იმედი მაქვს რომ მოწვეული მყავს ეგ კონკურენტიც და სხვაებიც გადაცემაში და აუცილებლად ვკითხავ და მაინტერესებს რა პასუხს გამცემს ამაზე თქვენი კონკურენტი. ერთიც, მეორეც, მესამეც. ანუ დღე ვისთვის ჯობია. კარგი. ახლა ისევ იმ წერილს დაუბრუნდები, თვითონ წერილს არა, იქ ნახსენებია რომ თქვენო იყავითო გამგებელი ძველი თბილისის, ხო? შესაბამისად, ბევრი შეხვედრა გქონდათ, ხო? ბევრი პროექტი, ბევრ უცხოელთან კონტაქტობდით. აი, პირდაპირ არ მიყვარს ეს შეკითხვა, რომ აი რაღაცა კურიოზი ხო? მე მაინტერესებს, აი ყველაზე უცნაური თხოვნით ვინ მოსულა? ან ყველაზე უცნაურ ადამიანს ვის შეხვედრი ხართ აი ამ მუშაობის პერიოდში? ძალიან ბევრი ხა, უცბად თუ გამახსენდება. უცნაური თხოვნები, ყოფილი თხოვნები, როგორც ეს შემოსულან და სარეცხი მანქანის ყიდვას გთხოვს. მაცხოვრებელი ყოფილა. რომ ხელით რეცხავს. ეგ მამიდა ჩემი იყო, რატო არ უყო? აი ახლა გამოხვალ კიდე და მამიდა ჩემს მოთხოვრო ხმა მომეციო. ნურას უკაცრავად. არა, ნამდვილად იყო მამიდა არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი. მე დამირეკე იკითხე რა. იმიტომ რომ იყო ასევე მოსული იგივე თოვნაზე ქალბატონი რომელიც გთხოვდა რომ მაქვს სარეცხი მანქანა, მაგრამ ვიატკაო, ხო გახსოვს ვიატკა რეალურად გამოდისო წყობიდან და ნუ აი გულზე ჯირის წემით გთხოვს, ასე თქვა სარეცხი მანქანის ყიდვას, რაც რთულია შესასრულებლად, ხო? მე ამ საბიუჯეტო ასე თქვა სახსრებს მოახმარ არამიზნობრივად და მე რაც ხდება კი ვიცით ხა რა. მე ვიცით რა არის, დიდი ხანი მინდოდა ჯანდაცვის მინისტრობა.
მერე მივხვდი რომ არც ერთი მთავრობა არ ამისრულებს ამოცნებას. შეიცვალა მთავრობები კაცო, ჯერ შევარდნაძის მთავრობა იყო, მანამდე ეროვნული მთავრობა იყო, მერე მიშას მთავრობა მოვიდა, მერე ქართული ოცნება მოვიდა. კაცი შვილობა მე არ მომხედა, არ დამნიშნა. მაგრამ არ წმენე არ დაკარგო უკეთესი ფანჯერი. არა, უკეთესი მინდა. უკეთესი ფანჯერი. შეგონია ეხასე ტყილა მოგიყვანე აქ? იმიტომ რომ ეხლა მე თან გადაცემაში ვარ, თან ერთ რიგით ამორჩეულთა მუშაობა, ასე რომ რეალურად არ დაკარგო ფანჯერი. მინიმუმ ქალაქის დონეზე ხო იყო ქალაქის თავარი რა თქმა უნდა ქალაქის თავარი გონია რომ უბრალოდ თქვენ გონია რომ მე მოგიყვანდეთ აქ იმიტომ რომ თქვენი პიარი არა მე ჩემს საქმეს ვიკეთებ მე მინდა აბსოლუტურად ყველა კანდიდატს ვეტყვი ამას და ვინც უფრო დამაჯერებს რომ შემისრულებს იმას მივცემ ხმას მე მინდა ვიყო ქალაქის ვიცემერი გამხადეთ ქალაქის ვიცემერი და თუ გინდა სევდია დამიძახეთ ეხა ერთ კვირაში მე გქნება დაახლოებით წარდგენა აი ახალი გუნდის მაქსიმუმ 10 დღეში და გავხსნათ მაშინ აი გადაცემის შემდეგ კონსულტაციები და კი ბატონო გავხსნათ მე წინასწარ გაფრთხილებ მე ტყუილი არ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ როგორც ზემოთ აღნიშნე ვარ გადმონაშთი და სუბიექტი მე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს თანხმდები და ზემოთ საათი ყველა არა ზემოთ ანუ როგორც იციან ზემოთ აღნიშნე ამრიქს თქვა არ ვიყვის ზემოთაც რაღაცას პოლობენ ხოლმე რა და იმათვის არა ყველა კანდიდატს მივყვები მე ვიცემერად ვინც გაიმარჯვებს რა ვქნა ასეთი ვარ ეს რო იცოდე კიდე რჩევის სახით ტყეშიც გაყვები ყველას ტყეშიც მელიასთან ხო ტყეში მე რაღაცა კონფორტულად იქნება ტყეში რო წახვალ ხო მელიასთან ერთად უნდა იყო ისე მართლა რომ მოიგვარჩევნები ხო შეიძლება რომ სიხარულისგან გული გაგისკდეს მაგრამ რა გენაღვლება მამა კარდიოლოგი ყავს არა დაზღვეული ვარ მაგრამ ვაიდამ მოვიგე მე რეალურად სიხარულისგან გული რამდენად გამისკდება არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი პაციენტები გრძელი რიგი დაუდგება მამას იქიდან აჰა იქიდან და მე ვთხოვ თქვენ მამას რომელთანაც მე მეგობრობ სხვადასხვაჟორის რომ ერთი კაი პურმარილი იკისროს რა ან ერთი სტენტი ჩამიდგას რა უპასეთ რა იცი რაში გამომადგება თუმცა ხო ვიცი ექიმი ბრძანდა ეს ექიმი რატო არ გამოხვედი აი ხო ტრადიციაა რომ სერიოზული ექიმი ყავს მამა ხო აი რაღაცნაირი ტრადიცია თან აბსოლუტურად ყველა გამოვიდა არ გამოდიოდა რა ხო მამა ჩემ არ გეუნებოდნენ რომ სამედიცინო ჩაბარე ექიმი რომ გამოსულიყავი მე აუცილებლად მამა ჩემთან მომიწევდა მუშაობა თქო თქვი მე კლინიკაში და ახლა მე მამაჩემ შეავკამათობთ ხოლმე რაღაც საკითხებს გვიყვარს ახლა ნუ ნორმალ მამაშვილო ფეხბურთზე გამათობთ ფეხბურთზეც გამათობთ არა რომელ გუნდებზე რომელზე იცი ახლა მამა მე მაგალითად ესეთი ცოტა არაორდინალური გუნდი მყავს არსენალი რატო არაორდინალური შენ გაიგე მე გული გამისკდა მე მეგონა გალათასარაის იყო არა არსენალი მშვენიერი გუნდია ეხლა რომ გვეკამათ ახლა ხშირად კლინიკაში ახლა რადოს კლინიკაში ნუ ასე თქვა და მამა ვის გულშემატკივრობს მამა მე მგონი ისე დინამო თბილისი რადოს დინამო მეც მიყვარს და ყველას არა ის დინამო თბილისი აქვს მე მგონი აი იმის შემდეგ რეალურად პრაქტიკულად ნორმალურად არ უყურებ ჩემპიონთა ლიგაზე დინამო რო არსენალს შეხვდეს არ მითხრა ახლა არსენალს უგულმოშევებ არც დაგიჯერებ ხო და ანუ მამასთან კამათი სამსახურში არ გინდა იქ ხელფას მოგიჭრის მერე მაინც დირექტორია ჩვენი კამათი ძალიან უარყოფით დაისახება ჯანმრთელობაზე პაციენტის გასაგებია გასაგებია ხო მეც არ წავედი მამაჩემის კვალზე მამაჩემი ცხოვრებული მეღვინე იყო და სულ მეუნებოდა რომ მეღვინე გამოდი მეღვინე და იმიტომ რომ არ წავყევი იმიტომ რომ მეღვინეობაზე არ წავედი და მიყვარს დალევა და რო წავსულიყავი რა დამემართებოდა ღვინის მოხარებელი გამოვედი მოყვარული გამოვედი კარგი ისე მე ვთვლი რომ თუ მოიგო არჩევნები ან მელიამ ან ნარმანიამ ან კუკავამ ეს მეგრელები მიხედავთ ერთმანეთს მაინც ისე არ დატოვებ აი გაჩეშილაძემ თუ მოიგო ან ტყაბლაძე 4-20 აი მე რა გეშველებათ ამ მეგრელებს მე უნდა ვიჩალიჩოთ რომ ვიცემერად გავიყვანოთ ჩვენი ერთ-ერთი მაინც რა
გაჩეჩილაძეს შევეტენე უკვე ყავდა. ყაბლაძე ჯერ არ მყოლია. და მე გაგკაჩავ, ნიკა არ მიგატოვებ. ახლა რა მაინტერესებს, სადაური მელიები ხართ წარმოშობით? წარმოშობით სამეგრელოდან წარმოშობით გვარი ნუ ზუგდიდი. ზუგდიდი. გააქვს რამე ნაცავები. მოგცემენ ხმას ზუგდიდელები თბილისის არჩევნებში. სასაცილო გავამივიდა. არა, თბილისში ვერ. ხშირად ჩადიხარ ხოლმე? კი, ნუ ბავშვობაში ძალიან ხშირად. ეხლა უბრალოდ ვერ ვახერხებ. ძირითადად კი, ბოლო ერთ წელიწადზე არ ყოფილა როგორ. ერთ წელი. ნიკა ინგლისში სწავლობდი, ხო? რომელ ქალაქში? ოქსფორდში. ოქსფორდში სწავლობდი. იცი რა, ინგლისში სწავლაზე სულ მახსენდება, იყო ესეთი სასაცილო სერიალი, აღარ მახსოვს, ვინ თამაშობდა შუა ქალაქში ერქვა. ხო და იქ ერთი ბიჭი ამბობდა ხოლმე, რომ მე ლონდონში ვსწავლობდი და ასე ხო არ სწავლობდი შენც? ცოტა სხვანაირად, ასაკი ისეთი იყო უკვე, რომ მე მაგას სხვადასხვა ძალიან ბევრი მაშაყირებდა, იმიტომ რომ იმ დროს ვსწავლობდი, როცა ეს რეალურად ეს სერიალი გადიოდა? ეშხში. სანდროს ხო არ გეძახდნენ? არა, სანდროს არ. კარგი, მგრილავად, ქათმის მგრილავად მუშაობდი ოქსფორდში. ხო, ანუ გრილზე წვავდი ქათ. ამ ინგლისელებს ჭკუ არა აქვთ მელია ქათამთან როგორ მიგიშვეს. არიცოდნენ. კიდე მეტყვია რომ ევროპელები მაგრები არიანო, როგორ მიგიშვეს მელია? არიცოდნენ, ეხა მელია რომ ინგლისურად, ანუ Fox. Foxtrot ცეკვავ? არა. აქ არ მოცეკვო. არ მოცეკვო. არა, მე რო ვიცეკვე ხორასამ. ხო და აი ოქსფორდში ვიცი რომ რაღაც წყალჯომარდობაა პოპულარული აქვს ოქსფორდი კემბრიჯი რო ეჯიბრება ერთმანეთს. ხო არ მიგიღია მონაწილეობა? და როგორც შეუნშალოთ აღმოჩნდი იქ და ვიმუშავე წარმატებით. იქ სადაც მუშაობდი, ჩემი გვარის პატრონი, აი ესევე ვაპირებ წარმატებით შევიდე დედაქალაქის მერიაში. აჰა. გასაგებია. და კაბინეტთან დადგა გრილის აპარატი. ის სხვა ძალიან მაგარი იყო, თან წამოდის დამარინირებული ქათმები, ხები, ვიძლი, ყველაფერი ქათმის. მე კეპკა, მაფარია, აქ ფართუკი აქ. მისაღმისაღოლებელი? მისაღმისაღოლებელი იყო იქ სამზარეულოში. ბრენდი სვავდი, აი რა სვავდი? ბრენდი ინგლისში ლუც სვავდი. კარლინგს, სტელას. გემოვნება კი გაქვთ ამ მელიებს. ვერაფერს. მომისმინე, სესხი აქ აღებული ნიკასო 80,000-იო. რაღაც სადღაც წავიკითხე და დეკლარაციაში წერია 1-0-ით მეტიო. ანუ 800,000 გაქვს ეს სესხი თუ 80 გამაგებინე? 80 1-0 იყო გაყვანილი. ერთი ეგეთი შეცდომა CSKA-სგან და გამარჯვებული იქნები რა, ვიღაცას თუ შეეშალოს და 1-0 მივიწეროს. მოკლედ, მე რა მინდა ვთქვა, რომ პირობა აღებული მაქვს, ანუ ჩამოგართვით პირობა, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, მაინც იქნებით ჩემი სტუმარი. აუცილებლად კონსულტაციებსაც ხსნით, იმიტომ რომ რეალურად მრავალმხრივ განვითარებული ხარ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ კულტურის მიმართულებითაც, სამედიცინო. არ ვამჟღავნით რაღაცეებს. ამიტომ დღეიდან ხსნით. კი, აუცილებლად ვიქნები სტუმარი. ასეც და ისეც. ასეთ და ისეც, ვარცხნილობას არ ვიცვლი. კი ბატონო. მოვდივარ, არ ვიცვლებდი, მოკლედ. ფათაშორის დღეს რო გაიგო ვიცვლები არანაირად. გამარჯვების შემთხვევაში. გუფიმ რო გაიგო, ბოდიში დიახ დაამთავრეთ? არა, გააგზელეთ. გუფიმ რო გაიგო დღეს ნიკა მელია მოდის სტუმრად, უცებ გაიქცა სალონში, გვანახე და რა გააკეთე? აი ჩვენ დიდ რაღაცა სიურპრიზს ვამზადებთ არჩევნებამდე 1-2 დღით ადრე. შენ და გუფი? არა, რაღაც ამ კონტექსტში გამახსენდა რაღაცა და აჰა. კი ბატონო, მოკლედ არ მინდა დავაანონსო, არ გამოვა ეს მთელი ფიშკა იმაში. არ გვინდა, არც დაანონსება არ გვინდა, არც არაფერი არ გვინდა, ყველა ვნახავთ რაც იქნება, როგორც იქნება. მე მინდა რომ მადლობა მოგახსენოთ ბატონო ნიკა, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, მართლა ნიკას ისევე როგორც ყველა კანდიდატს მერობისას, როგორც ღვინის მოყვარულს იცოცხლე, გაგიმარჯოს, გაიხარეთ, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. როგორც ყველა კანდიდატს, ასევე ნიკასაც, იმიტომ არ არის მარტივი თბილისის მერობისთვის ბრძოლა და მადლობა მინდა. ავარიათ, შენ დავხვდე, მე კი მოვაო. მე დაგხვდები. ანუ შენ გონია რომ მე გამიშვები? არა, კონტრაქტი ხომ მყარია და ის. კი, კაცო. კი, მერობის არჩევნი სანამ შედეგები გამოცხადდება, მე აქ ვარ და გელოდები, გინდა მეც გადავიპარსო. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა მელია. We'll be right back.
27 ივნის საქართველოს და ევროკავშირის 28 ქვეყანა ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებაზე. და ვინ უნდა მომეწვია ამ თემაზე სასაუბროთ, თუ არა, ქალბატონი ნინო ჩხეიძე. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად. არა ჩვეულებრივი. და რაღაცა მოგეჩვიეთ რა გადაცემა ის ხარ. რა, რამდენხანი არ ყოფილიყარ? ახალი წლის მერე არ ყოფილიყარ. ახალი წლის მერე. ახალ წელს იყავი? ახალ წელს ვიყავი. ახალ წელს იყავი? კი, სიმღერა რამდენი დრო გავიდა, მართლა გავიდა. რას ლაპარაკო? მე ვიმავნე ყველა სიმღერა ვიცი ზეპირად. Help, I need somebody, ესეც ვიცი. აი. აი. კიდე? კიდე მაგის გაგრძელება ვიცი. When I was younger, so much younger than today. ესეც ვიცი. Close your eyes and I kiss you. Tomorrow I miss you. კიდე გაპატიებ შეცდომებსაც გაპატიებ. გულში წყენას დავივიწყებ, იცოდე ესეც ვიცი. კიდე რა ვიცი? ბევრი სიმღერა ვიცი. ანუ ყველა ჟანში იცი? კი, კაცო. ყველა. რა თქმა უნდა, Ich will, ესეც ვიცი. ტინ. Ich will, ესეც ვიცი. კიდე რა ვიცი, აბა რა გითხრა, აბა კიდე ვინჩერო ესეც ვიცი. Браво. კიდე ვიცი сирум ვიცი, კიდე ვიცი и хорошо что есть портвеле водка русская, открывалка, вилка, румка и салфетка черная икра. გაოცებული ვარ. მე მგონი ჩემი კონკურენტი. შენი კონკურენტი ვარ მე, შენი კონკურენტი. არ მომწონს. კი, შენ რა სიმღერები იცი? როგორი გააჩნია? ისეთი რა, საკაიფო. კარმენი ვიცი. კარმენი ვიცი? ვიცი. აჰა. ესენი ხო ვიცი და ძიმე როკი იცი რამე? Monkey business იცის კიდრო. არა. კაი. შემდეგ? ვიცი სიმღერები. იცი სიმღერები რო იცი, ვიცი, კაცო. შენ რო სიმღერები იცი, მე ეს ვიცი, მაგრამ შენ თუ იცი, მეც რო ვიცი. არა, ეს არ ვიცოდი, ამდენი თუ იცოდი, აღმოაჩინე ხო როგორი? ჩემს ნიშაში თუ იყავი, შემოსული არ ვიცოდი. შენი ნიშა, ბიტლები? ბიტლები არა. კაი, წამიყვანე რადიოში. რატო არ წამიყვანე? არც ერთხელ არ დამპატიჟე რადიოში. და აი როგორ წაიყვანდი? საკაიფოდ. აი გირეკოს მცენელი არ ასე. აი მაგალითად მცენელი ხარ, დამირეკე და მკითხე. კითხე ხა, ასე გირეკავს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, შვიდ. ძალიან მომწონს, თქვენ ძალიან მომწონხართ, ძალიან კარგი ხმა გაქვთ და მინდა რომ რამე სიმღერა შემომთავაზო. კარგი გემოვნება გქონიათ, რახან მე მოგწონვართ და ჩემი ხმა და მე თქვენ გთავაზობთ ნინო ჩხეიძის სიმღერას რამდენი დრო გავიდა, მართლა გავიდა. ო რა აბა მე ვერ გავიგე. სიმღერა გაუშვა და დირექტორის სიმღერა არ გაუშვა და ვიღაცა იმისი გაუშვა, რა ქვია იმას, Rolling Stones-ის? აყვანილი ხარ, всё? აყვანილი ვარ. ნახე, აი, ჩემი ჯაგერის გაყიდვა დამიჯდა სამსახური. ფასი. სამსახურის ფასი არის ჯაგერის გაყიდვა. მიგ არ უთხრა გუფი რა. ბოლოს შენ ქორწილში ვნახე, ხო? კარგი. ესე იგი, ეხლა მომისმინე. ეხლა როგორც სტუმარი შენ ისე მოხვედი, თუ დაგაინტერესა ეს ჩემი მომღერლებისა დაიარებიანო ოთარისთანო მთელი წელიო? არა, მე მიყვარს თქვენთან სტუმრობა. გიყვარს? კი. აი, რატო გიყვარს ჩვენთან სტუმრობა? სრული პასუხი მინდა. იმიტომ მიყვარს პირველი რომ ტელევიზორში ვიქნები. გაკლია ხო? გაკლია ტელევიზორში. მეორე მიყვარს იმიტომ რომ მუსიკალური ნომრები ყოველთვის კარგად არის თქვენთან და მე ვიყენებ ხოლმე რა მუსიკალური ნომრებს და ტვითავ ჩემ ლაიქის გვერდზე და Facebook-ის საშუალებით კარგად ვპიარდები. უფასოდ და უფასოდ. დიახ. და მიყვარს თქვენ და ვიცი მომწონს თქვენ. ჩვენ ძალიან გვიყვარს როცა შენ მოდიხარ სტუმრად, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი რეიტინგი გვაქვს, როცა სტუმრად გვყავს ნინო ჩხეიძე, ამაში დამეთანხმება ყველა. ალბათ გაიგებდი რომ ძველმა ბერძნებმა მუზების სიაში შეგიტანეს. ოი ხო? ძველმა ბერძნებმა. ის ხო პარალელურ სამყაროში ხო არსებობენ? აჰა. ძველი ბერძნები. ესე იგი, აი მაგალითად ცეკვის მუზა ხო იცი ტერფსიხორა? ისტორიის მუზა კლიო და შენ გახდი 12 და მეტ ადგილიანი ტრანსპორტის მართვის მუზა. ანუ ნებისმიერი რაც იყო ხო ტრანსპორტი აკლემი გინდა ის იყო. თავარია რომ 12-ან მეტი ადამიანი ჯდებოდეს. აჰა.
აკლემი იყო მაშინ საბერძნეთში რა უნდა აკლემს, მაგრამ ჩაიტანდნენ აღმოსავლეთიდან, რასლავარყო ალექსანდრე მაკედონელი ლამის ავსტრალიამდე ჩავიდა და ჩაიტანდა. წარმომიდგენი აკლემი რომ მიდის და 12 კაცი როზის ანტიკურ ხანაში. და ჩემი ეგ ჩართული როა, რამდენი დრო გავიდა, მართლა გავიდა. არ იქნება მაგარი? ძალიან მაგარი. ხო არ დამნერგოთ. ადრე ხო ეწლები იყო და მოდი აკლემები გავაკეთე. აკლემები. აი ხა ეგ გვაკლია რომ ქალაქში იაროს სამარშრუტო აკლემებმა. და ყვითელი გადასაფარებლები გავუკეთოთ. ყვითელი გადასაფარებლები. ძალიან მაგარია. ყვითელი გადასაფარებელი, აკლემი რომ მიდის, ხო, სპორტის სასახლესთან ჩადის ვინმე? არა და აკლემი. ესეთი სამარშრუტოა. სასაცილო და ის როგერს, მგზავრობა როგერს ერთი ფინიკი. ფინიკია. აკლემს ხო ფინიკი ვაშლი უყვარს? იყოს, კაი ვაშლი გვაქვს ჩვენ. ვაშლი უყვარს აკლემს, დარწმუნებული, ნუ შენ აკლემს და ხალხს უყვარს და გვაქვს ჩვენ გორში არის მშვენიერი ვაშლი. ჩამოვიდათ ფინიკი უნდა იმპორტი გავუკეთოთ, ის გავუკეთოთ, ჩამოვიტანოთ. სწორია, ფინიკი ჩამოსატანია, მაგაშიც ფულს თხოვენ. არა, კარგი. ვაშლი. კარგი, დავანებოთ თავი. მე როგორც ვიცი, შენ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს, ხო? აი ვინ უსმენს ხალხს ჩუმად. რატო უსმენ ხალხს? ხალხს არ ვიცი, მაგრამ მაქვს ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც წერ ჩემს სიმღერებს და ეხლა ვაკეთებ საბავშვო სტუდიას, რომელიც არავინ არ იცის. ეხლა ბავშვებსაც გინდა მოასმენინო ეს ყველაფერი? ბავშვებიც უნდა ჩავწერო, იმიტომ რომ მარტო დიდების ჩაწერა აღარ არის საკმარისი, ბავშვებიც უნდა ჩავწერო. ჩავწერო. ანუ ბავშვების სიმღერები, ხო? და ამას გაუშვებ, ეს კარგი საქმეა. მაგალითად, აი რამე ახალი სიმღერები იქნება ეს თუ? არა, პროდიუსინგის ძირითადად ალბათ თვითონ ეს იქნება ჩვეულებრივი ბავშვთა ხმის ჩამწერი სტუდია და არა მოსამზადებელი. არა მოსამზადებელი. ახალი სიმღერა გაქვს რამე? კი, აბა, ახალი სიმღერა არ მექნება. მოიტანე. იმღერებ. იმღერებ. და იცი რა გავაკეთე? აბა მითხარი. გითხრა? ნინო. მე მივხვდი, რომ ძალიან გიყვარს ჩემი სიმღერები. ეხლა მივხვდი ამას? შენი ალბომების სახში მიდევს. ვიცი. ხელმოუწერელი. მაგრამ გაგიკეთე სიურპრიზი. გავაკეთე რადიო, ინტერნეტ რადიო, ნინო ჩხეიძე, რომელზეც აი 24 საათი, ხო არის რომ მანქანაში ხარ და არ გაქვს დისკი, სადღაც ხარ, თქო და აი გადაცემა მიყავს და არ გაქვს საშუალება. ტელეფონში ჩაწერ და სულ ჩემს სიმღერებს მოგუსმე. ოუ. ხო გაგეხარდა. და საჩუქარია ეგ? საჩუქარი. სხვათა შორის, იცი რა, ყველაფერს ვეღარ ვიმახსოვრებ, ნინო, იმიტომ რომ მოგეხსენება მე ასაკში ვარ. მარტო შენი სიმღერების ტექსტი მახსოვს და ამოწერილი მაქვს, ანუ მე მინდა რომ შენი ძალიან ძველი სიმღერებია, კი, მომწონს, მაგრამ ცოტა რომ აი დააბალანსო და რაღაც მომავალთან, ხო, და რაღაც მომავლის სიმღერები უნდა შეიქმნას, გინდა ამ ბაზაზე, გინდა მაგალითად დღისით შენს ბაღში ვღიღინებ ღამით ყვავილებს ვდარაჯობ, ებიჭო ცოტა ხმადაბლა კაც ფარულად უსმენ და შენ ხმას ახშობ. ასეთი სიმღერა შეიძლება. გაზი 6 თეთრი გახდა, ო რა კაია. მიმღეროდა ამას? აჩკო მეფარიძე. აჩკო მეფარიძე. ერთად. ო რა კაია, ო რა კაია. კარგი. თუთის ხესთან ვეღარ გხედავ აივნიდან, იმიტომ რომ ის 999,999 ხე მეფარება. ესე იგი, ამის შემდეგ, ანუ ეტყობა ეს ევროვიზიიდან გამომდინარე, მომივიდა ეს აზრი, ავსტრიელო ქალო, რა დიდგულა ხარო, გამომყევი შინო, დედა შევაშინო. ხო იცი ეს ბოლო სიმღერა ვიზე იყო? კონჩიტა. კონჩიტა, ევროვიზიის გამარჯვებული, წვერებიანი ქალი. ხო, თუმცა ძალიან შემაწუხებელია Facebook-ში ამდენი წვერებიანი ხელოვნური ფეიქი ქალის ნახვა. მე Facebook-ი არ მაქვს. მე მაქვს პეიჯერი. რატო? მე ხო ჩარჩენილი ვარ. და მე ვარ გადმონაშთი. თუმცა ჩვენ ტრადიციულ შეხედულებას ვერაფერი ვერ შეცვლის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ რუსთაველის მეგობრობაზე გაზრდილი, ჩვენ ვართ ვაჟას სტუმარ მასპინძლობაზე და სავაშის ვაჟკაცობაზე გაზრდილი ერი ვართ. ჩვენ და შეხედე ბედნიერი მაგდა იშავასაძე. რაღაც სხვანაირი ვიძახარ დღეს. სხვანაირი? არა, რაღაც ისეთი უფრო სოლიდური. ხო, რა ვიცი, ასაკი ყველაფერი ერთად. რა ასაკი შენ გაქვს, შემოგევლე რა, მართლა რასაც ყვებ ამ ხალხს, ახალგაზრდა 61 წლის გოგო ხარ. რა ასაკი შენ გაქვს.
რას ვიღერა მოიტანე მეთქი? არა, მართლა მომეწონა ეს კაბა, ვინ ზრუნავს თქვენ ჩაცულობაზე? თქვენ თვითონ? სელინი. ძალიან გიხდება, აი გეფიცები ყველაფერს, ძალიან გიხდება და ძალიან მიხარია რომ ასე კარგად გამოიყურები და არ იცვლები გადაცემიდან გადაცემამდე. მადლობა. მე თქვენთვის მაქვს მიკროფონი. ერთი სული მაქვს. აჰა. ნინო ჩხეიძეს უსმენთ, მეგობრებო. მინდა ქვეყანა შემომატარო და იშხით მზედამთვარეს უმატარო ლამას ხიმილად მიხილო რას ფიქრობს გული რომ გამიმხილო მინდა ქვეყანა შემომატარო და იშხით მზედამთვარეს უმადარო ლამას ღიმილად მიხილო რას ფიქრობს გული რომ გამიმხილო ოცნება ცხადად ვაქციოთ და გავყვეთ ამ ცხოვრებას ხალისით ვიცებოთ ვიმხიარულოთ ხალისი არ გადავდოთ ხალისით სიცოცხლე ხერით გავლინოთ ვიშქაროთ ვიცით რომ არის თვის სიყვარულის სადავლიოთ მიყვარ ხარაბა სხვამეს რა იცის სასრულოდ გიყვარდე შენს გულში სათუთად რომ მიკრავდე მინდა რომ შემადე გიხილო რას ფიქრობ ხმამ ახლა გამიმხილო ოცნება ცხადად ვაქციოთ და გავყვეთ ამ ცხოვრებას ხალისით ისეგოთ ვიმხიარულოთ ხალისი არ გადავდოთ ხალისით ვიცით რომ არის თვის სიყვარულის სადავლიოთ მიყვარ ხარაბა სხვამეს რა იცის ოცნება ცხადად ვაქციოთ და გავყვეთ ამ ცხოვრებას ხალისით ისეგოთ ვიმხიარულოთ ხალისი არ გადავდოთ ხალისთვის სიცოცხლე ხერით გავლინოთ ვიშქაროთ ვიცით რომ არის თვის სიყვარულის სადავლიოთ მიყვარ ხარაბა სხვამეს რა იცის